ემზადებიან წვალობენ ესე იწყება ის ჩელენჯი პუბლიკი ვიჯაგა გებოლვალი რა გედაღლება აი ეს აუდიოგი ანუ მე ყველა ნივა გვინდა ო ნივა იქ ზემოდან გადმოპყურეს იმის მინდა სული მოგესალმებით უყოლას პირველ რიგში მადლობა ყურებისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის. ასევე მადლობა ჩვენ თანხმარჯვენით ლიდერ სპორტს. დღეს ვიმყოფებით პანტიანში, გომბორის უღელტეხილზე. იმართება GPS ორიენტირება, რომლის ორგანიზატორიც არის Off-Road Bulls-ი და ჩვენ ვიღებთ მონაწილეობა სტანდარტ კატეგორიაში. წინა ვიდეო ვინც ნახეთ, პატარა წინასიტყვობა გქონდა. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი მონაწილეა, ყველას ახალბათ ვერ დაგათვალიერებინეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ხალხია, რაც ჩემთვის პირადად ძალიან გასახარია, იმიტომ რომ ამ შეჯიბრის პოპულარიზაცია მე ძალიან მიყვარს თუ მიხარია, არ ვიცი და მე ვეწევი ამის პოპულარიზაციას. ეხლა გვალაგებთ ცეცხლმაქს, აფთიაქს, საბუქსირეს სტროპას და შაკლებს, რომ ტექთათვალიერება თუ ტექ კომისია გავიაროთ, მანქანა რა ვიცი, დილით რა დაიქოქა და აქამდე ჩამოვედით, ალბათ მერეც ვივლით. ჩვენ ვართ სტანდარტ კატეგორიაში, აქეთ არიან სამოყვარულო კატეგორიაში, უფრო სტანდარტული მანქანები, ჩვენთან MT დაშვებულია 33, ან 35 AT. კაი, ეხლა წამოვიპოვოთ ვინმე ორგანიზატორი. წამო ხო, მინმეს მიუვარდით. ბატონო დავით, თუ შეიძლება თქვენთან ინტერვიუ რო ჩამოგართოთ, თუ შეიძლება. დიახ. ხო. ანუ ეხლა მარსკოი კოციკების ფორმა გადასწული. თქვენ გავლილი გაქვთ რამე სპეცკურსი ეს მარსკი კოციკის თუ როგორ არის? მე დავდიოდი ადრე სპეცკურსებს. კაი, ჩვენ რაღაც წინასიტყვება ვთქვით. ძალიან ბევრი ხალხია და გვიხარია. შენ რას გვეტყვი? რამდენი მონაწილე ყავთ და რა ხდება დღეს? 45 მონაწილე ყავს ამ მომენტისთვის, თუმცა მოდიან კიდე რამდენიმე. 45 თუ 45? 45-ვე. საინტერესოა წერტილებია რაც თავარია ძალიან ბევრი. ჯამში 210, თითო კატეგორიაში სამოყვარულოში 40 და ჩენებში 80-90, ამიტომ მონაწილეებს შეუძლიათ რომ მთელი დღე და ღამე გაატარონ ისე როგორც მათ უნდა. დროც საკმაოდ დიდია, დაახლოებით 24 საათია ზედა კატეგორიებში, ამიტომ შეუძლიათ თან ჭამონ, დალევა, ანუ არ შეიძლება. დალევა შეიძლება, დათრომა არ შეიძლება. არა, დავაზუსტებ. დალევა შეიძლება, მაგრამ დათრომა არ შეიძლება. რასთავარია, კარგი ამინდია, ტერიტორიები მაქსიმალურად უსაფრთხოა არჩეული. ნუ რა თქმა უნდა, მონაწილეებმა შეიძლება მოინდომონ და რამე მოახდინონ, ეს თებიც ხდება, მაგრამ ტერიტორია მაქსიმალურად უსაფრთხოა. ოდიშ გაგაწყვეტე, მე ვარ ხოლმე განსაკუთრებით მონდომებული. ბოლო პერიოდმა გამოავლინა და ვეცებიო დღეს ამბიციებისგან თავი შევიკავო. არის რამდენიმე ჩელენჯი სპეციალურად Toyota-ს წინა ხიდებისთვის არის სპეციალური ჩელენჯები. ხო, გრიშა აქ არის, ვერ დავინახე და აი მაგერა. მე მშვიდად ვარ, აი თუ უკანა სარკეში თუ დავინახეთ, ნიკალ ესე იგი ეს გამორთე გადაღება. კი, ყველას გიშველით ტელეფონი იჭერს ყველა ლოკაციაზე. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებას უსურვებ ჩვენ თავს, ყველა მონაწილეს და იმედია კარგად გავერთობით. ეხლა ზაზე დავინახეთ ბიჭები და იქითაც ვიღალ ცოტა ინტერვიუს იმათაც ჩამოვართვით. წერტილები იმდენი გვაქვს ყველა კატეგორიაში, რომ მოცემულ დროში შანსი არ გაქვთ ყველა აიღოთ. ამას გეტყვით და გასპოილერებთ მოკლედ. უკვე კარგად იწყება და მე ვნახოთ რა იქნება. აქედან გამომდინარე ყოველი ეკიპაჟის არჩეულ ტაქტიკას ძალიან დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობაც ექნება შეჯიბრის დროს, განსაკუთრებით სტანდარტ კატეგორიაში. თქვენ სტანდარტ კატეგორიაში ხართ და აქედან გამომდინარე ვიძახი, ესე იგი ყველაზე მეტი ავტომობილია. და დრო კიდე იმათთან შეგამათ ახლა TR2, TR პლუს, TR1 და Bigfoot მთელი 24 საათი თუ აქვს. თქვენ გეძლევათ მხოლოდ 7 საათი გაქვთ მთლიანობაში, ასე რომ მაქსიმალურად სწორი ტაქტიკა, მაქსიმალურად კაცათკუცების გარეშე. მოგესალმებით ბატონო ბექა. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? აი, ხესეთი. ცოტა ხანი ხელს შეგიშლით? ახალი ფენდერებია დაყენებული დღეს. ო, დღეს უნდა შევწიროთ. ანუ ხელ შესაჭირად ჩამოიყვანა და სხვა შორის საბურავები და დისკებიც რაღაც უფრო ახალს გავს. ყველაფერი ახალი არის. 3 კვირის ნაწვალები არის, უძინარი და. აი. ხო. ის ფარი უკანა რო გატეხე, ეგაც ახალი ხარ დააყენე, ბარემ. ოთაში არის მოვასწარით, ხო, ბევრი მსხვერპლი რო იყოს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი აგრეგატები არ წაიღოს. ანუ ესე იგი ნიკოლაუს ჩვენ Toyota-ს ისინი გიყოს, მაგრამ არ გვცოდნია Toyota-ს მთელი მუღამი. ანუ რაღაცა ისეთი უნდა შეწირო. იაფიანი, რომ მე ძლიერზე არ გადავიდეს და. როგორ იქნება? მე მაქვს მანქანაში 20 ლიტრა წყალი. სადაც მეტყვი იქ შემიძლია დაგისხათ. ჭაობი რო გავაკეთოთ. პრიუს თავით არ არის პრობლემა.
წარმატებებს გისურვებთ. მადლობა დიდი. საინტერესოა, თან თქვენ გაქვთ 24 საათი. კი, ჩვენ გვაქვს 24 საათი. მე ბექარო გამოუდინებელი ჩამოიყვანე, მაგაზე რას აპირებთ? გოლის და შტურმანის შეცვლა შეიძლება. ანუ აპირებ რომ მაგის გამოცდილება გვაქვს. ანუ 4 საათი ბექა იქნება, დაიძინებს მე 4 საათი. ლემანსში როგორც არის. ნიკოლაუს აიძახით ბრიფინგი დაიწყო. კატეგორიის წერტილები ჩამოტვირთული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, როდესაც მიხვალთ წერტილზე ასაღებად, არის ადგილები. ახლა დავათვალიეროთ მანქანები რა, საინტერესო ეგზემპლარი ნახე რა, კაი მანქანა. ეგ არა, კაი მანქანა აქეთ დგას. სამოს ერთი მანქანა დავათვალიეროთ მარტო. ეს არის კარგი ხალხო. ეს არის კარგი მანქანა. ეს არა ის. თან ნახე რაღაცა ATE-ებზეა. Toyos ATE-ებზე არის. Open country. ეს არის სამოყვარულო კლასი. აი შემდეგში აქ გამოვალ ხოლმე მე რო JX მეყოლება 2067 წელს. უნდა დავიტენოთ დღეს. აბა. იმას ჩაასხი. ოღონდ ჯერ არა, თორე ადრე იმოქმედებს შეიძლება დახარჯო. არა, მე მინდა მომჭირდება, ეხლა მაგ. ხავა დავჭერ. წერტილები დაიდო და ვნახოთ ახლა ვინ როგორ აკეთებს, რას აკეთებს. უკვე ემზადებიან. შეუვარდებით ახლა. როგორ ახავს, აბა? სამუშაო პროცესი. წერტილებს ნახულობ, დაიდო და. დაიდო? არა, მე უნდა გითხრათ, აგე ფორა მოგეჩქარება. წავედითო, დაიწყო. მოკლედ, აბა, ვინ სად, როგორ, რანაირად. მარგემ სადღაცა უნდა ჩაუხვიო. ესე გადაწყვიტა. ოპა, უკვე არ დაიშალო, ბიჭო. ეხვეწები. სტაბილურად იარეთ. ეკიპაჟი მოძრაობს. ახლა საიდან მოვა რა და ოჩა. ოკეი. 185 ზემოდან ჩამოვიდა, ახლა მიდიან საძებნელად. ხეზე უნდა. წეღან აუარეთ იმ ვილის. ახლა ეს შეგიძლია ბოტებზე ხელი გადაყო და მომაწოდო და მოვიდა. ბოტებს მოგაჩი. ჰა? საფხუტები დევს აქა. ვარდისფერი უნდა იყოს? არა. აბა ხალხო ბოტებს ხედავთ, აი ერთი ბოტი დავიახე. ერთი არ გეყოფა? ერთი მეყოფა კაი. რაღაცა წეღან მოითათბირეს, რომ ეგრე უნდა იყოს. აი, მე ვერ ხდები ჯერ გზას, ბანაიეთო ჩავუყანო. იქ და რა ვიცი, რა გითხრა. ჩინი კომი ჩავუყანო. ანა ჩესმები ხედავ მე. იქიდან ხარის უთხარი და ხი. აი აქ ჩავალ. აი ესე რო ჩავიდა რამე ერთ ჩავალ, просто შეხედე. თუ არ არის შევანებებს თავს, მივიოთ უკან. დაწყვეტილებაა რომ მივანებოდო. ან წერტილს თავიო. როსაც ხარჯავს და თან არ იცის ჩავა თუ არა. 50 ქულიანი წერტილი გადაწყვიტეს რომ დააიგნორონ და ხლა ესეთი იყო რა, ესეთი არ იყო. მდინარის კალაპოც მეუყვებოდით, უნდა გავყოლოდით ესე აჩვენოდა მე, მაგრამ ესეთი არ იყო. მარტივი კალაპოდი რა, ამიტომ დავანებეთ თავი. ნახოთ ერთი. როგორ გამოიყურება წერტილი? აი ეს ხდება უშუალოდ წერტილის აღება. დაწყვიტეს შემდეგი წერტილი. 119, ნუ ამას მიუყვებით რა, უბრალოდ ის რაღაცის წერტილები. შეგი ხეობას მიუყვებით კიდე ამ დანჯღრალზე. რაღაცა საბედისწერო წერტილი რო არ აღმოჩნდეს, არ არსებობს რა. მთელი დღე უნდა მღრმიდეს.
იმისი ჯინინის 156 რატო ვერ ვიღეთ? 191 იყო ის 50 ქულიანი? 16. 191 50 ქულიანი. ხო. აი, შემდეგი მადლობა, ხანდა რა ვერა. 19-30. ახალი გზა გაკავთ? ფოტოზევიდან ხო არ არის მოსწავლე. ბიჭო. ეხლა არ მითხრა, მან უნდა ავიდეო. აბა მიდიეთ გამოვაყენე. ერთი საათი და თუ არა. სადო? ო. ეს ძმაო სტანდარტის არ არის. აი გე როგორ ჩახა პირდაპირ. გული გაასწორე და წამოძიებრე. დაბალით წამოვიდე. ანუ აი ხუნა ვიდეს რომ წერტილი აიღოს. დაიჭირა და სურათს გადაგიღოთ. წერტილი სად ყოფილა? მოდი ნელა. მოდი. ნელა. მეძებდი ზევიდან ხوار მოდის, გზატკენ წერტილი ზევით არის. არის? ეხლა არ არის? ვა, ნახე, ხერხი ჯობია ღონესა პრინციპი. ოხ, ჩემი. ვაუ, ბრავო. გაჩერე. ვაუ. ნომერი ხო გვინდა გამოვიდე? ხო. ან მოდი ასიათი ზევით. ან მოდი აქ ადი და მოდი. აი დაგუქე. აჰა. კირ. აჰა, ე. ასევე, მაგრები ხარ. რავი. მარგემ ჩართო ბლოკირება ყველაფერი რომელიც არ აქვს. მე მგონი ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს. სად არის? აი. მე ვერ მიხუჭე სადმე? აჰა. გადი იქ ცოტა ზემიდან გადავიდე. აი, რაღაც მომდენოს. აი, ესენ გადაიღება მოკლედ. ხერხი ხომ იცლება? ხო იცი. რავი, არ ვიცი, მართლა გიხარ, მაგრამ ეს უნდა იცლებოდეს. რაკი ჩააგდე წელი. ეს გადაწყვეტილება რომ აუყვეთო. ნუ ნახოთ რა ხდება აქ. აი ესე მოდის გიორგი. გზა ისე არისო და გასვლა და ოფროუდი ხო გინდოდა? აჰა, თქვენ ოფროუდი. გასვლის რა მოგახსენოთ? ბიჭო. ოხ, რამდენი ესეთი კადრი იკარგება არა და ბიჭები და გოგოები შრომობენ, ეხა ტყეში არიან, დარბიან. თითო გადამღები ყველასთან უნდა იყოს. საინტერესო იქნებოდა იმათი მხრიდან დანახული ეს ყველაფერი. ავიდა მაინც. მე აქ არ წარმომედგინათ, რომ ეს მანქანა ავიდოდა. ამაზე არა მოგაგდე. ოხ, ახალი მოთხრილი მიწის სუნი. აი ნაყოფიერი მიწა ეთყობა. გაჯერებული. აგე, წერტილამდე მივიდნენ.
90-ზე? 190-დან თუ ჩატრიალება გინდა რა ვიცი. გეგმოვენა შემდეგ წერტილს. რა ხდება შეხვედრა დღეში? მიდიან მოდიან. აბა ლომები! მიბრძანდი. აქედან წერტილზე გავალ. აბა თქვენი. აი, მაგრები. ზე გადმოვედით ახლა. ანანო. უბანევა აქ სადა უნდა გავიდე, მე მგონი მე. დამივლის ახლა მე მგონი. დავყადრო. აგერ ხეზე არის წერტილი. ხა ბატონი მარგი. მიცდება გამოიაროს. შემდეგი წერტილი. ჯერ გასული არის საათ ნახევარი დაახლოებით. დაწყებიდან მე-6 წერტილია ახლა, რაც აიღეს. ესე წამოვიდა უცებ არ ამოხვიდე. წამოვიდა. ახლა ესეა. მზვერავენ გზას. და სადღაც არის თავარი გზაო. თავარი გზა არ ვიცი, მაგრამ სადღაცა ზემოთ კი ამოვედით. ვახ, ნახე. ვიხრიალეთ. იმ ხეობაში მაქსიმალურად და აი სადღაცა აქ ამოვედით. არ ვიცი ვიღაცის სახელი არის. და რაღაც აყვალევი ჩაანსო. კაცო აი კალიაშია სულ ადგილას არა. არა, აქ ჩაანსდა. აჰა, მოგზოლი ზემოთ. ჩავდივარ მოკლედ ზემოთ და სამივეცი და ის გამოგვიყვება. ეს ზეთხედიდან ვცდილობ ვინმე დავინახო, მაგრამ სხვა მონაწილე არსად შემოარჩანს. იმას ჯალამბარი აქვს. აჰა. მოვედით. დღეს შემოვედით ესეთი ჩახერგილი გზა. ვა, ზედა განათლები გაუთისია. შუაში ვარ ჩამული. ცოტა მარჯვნივ აიღე ახლა. და ეგენი გაგაშერება მისულებს. არც ერთი ხე არ დაზიანებულა. ყველა ისევ ადგილზეა. აბა ეს გამაუწო სტანდარტებია. მაგრამ იმ კაცმა გაგვავრცია. დათოდ რო. რაღაცა თუ ვერ არისო, თქვენი ბრალი არისო. კაცმა წყნარად შვიდა დაალაგა წერტილები. ვრანგლერით იღუღუნა, დაალაგა. ჩვენ კიდე სად ჯანდაბაში დავდივარ. რა გვინდა აქა?
თავო არა გვერდი. შეგვეძლო გეყო. ვარ. გადავიდე? აბლა ვერ ახსნა. დახუჭე თვალია ჩასრიალდი. გადამიშვი თუ კიდე. არ არის არაფერი, წადი. წადი დახუჭე მართლა თვალები და გადი. ის მაგან მაინც ვერ წავალ. აქ ხوار შემოუარო ესე. თუ გავარ. იქ რასთან გინდა რომ შემოუარო? მაინც არ ამას კი, მაგრამ იქ აი ასე რა, ასე. ასე. იქ რა ვინმე ჩავხდეთ ცოტა, ეგ არაფერი არა. წადი მივიდა არ არის. აი ხა არ ვიცი, მაცად. დავალდაცო. დონა დანინო, ხო იცი? გას ბოლომდე გაუყარე და გადი. არეო ამ ადგილზეა. აი არ ჩააფარო გასულებდოდ. ვაუ, ვიღაცის ბოტი გდია. მარგე, იქნება მარგეს მოერგოს. ბეტია ის ბოტი. მე ერგოს. და გზა მოვდივარ თუ არ ესტება. იქ თუ ჩაგაგდო. გამაგდო? არა, ჩაგჩად სურდები. აი, გაზი არ დააგდო და გავიდა. შეიძლება დავულოცოთ კიდე სხვა. დავაიდე. ისე აღვენ გავეცით. არა. ჩიგორიჟი. ბეჭო. ჩვენი არის წერტილები ქონდა იკატანებული რატო წახვიდა. აი კროხა. აი. კიკაია მაგ გარდანი და გადა. მაიცა რა. ანანო დარბის. ოჩა. შეო გამოვედით ამის დედა. დაჭი გამოვედით, შო. აი ამ წერტილის გამოვას. აბა ღირ დაანახე. ხა, ავის მით მოვიდა და ისე აიღო ერთ წერტილი და შემდეგ იმაზე უნდა გადავუხდოთ მარჯვნივ. რამია შეუხრება. ხამი. აი ესე იქნება წერტილს და ამასობაში მეორე მონაწილე, ჩემი ფავორიტი მოვიდა. ოპა, აუ კიდე თავი ავარტყე. ადგილიდან რომ გადმოვიდე, ხო ამ გზაზე ბევრი წერტილი არის. და რა ვითომ უნდა მივაყაროთ, მართალია ჩვენ 7 წერტილი გვაქვს და ის ფორანერმა 18 წერტილი, მერვე წერტილი, მაგრამ 18 ავიღეთო, მაგრამ ეხლა ვნახეთ რისი სტრატეგია აჯობებს. ნელ-ნელა გზა და გზა იყო წერტილები თუ ეხლა მიაყარო. შეიძლება აი გადავუხოთ. ნახოთ. შესანიშნავი მუშაობა პილოტისა და შტურმანის მიერ შესრულებული. მოიცა? ჩაჯდნენ და მზად არიან შემდეგი გამოწვევებისთვის. ესენი ავკრიფოთ ხა ბევრი და ეგენი ბოლოს შეგვიძლია თქო წესით არ შეება არ იყოს წესა. ცოტა ვიარეთ თუ ბევრი ისევ შევხვდით ხო ესე იგი. ой, ამასობაში რაღაცა წერტილი აქეთ ყოფილა. რა ხდება? ორი რაკურსი, ორივე რო ჩანდეს. აი ესე. მოდი. ერთი მესამე მანქანაზე გვინდა რომ დაგვაინერელა უკვე დავა. ამასობაში მოკლედ ესეთი ამბავია რომ ესე ხელით ამის ამოყვანა და ასე შემდეგ რა საჭიროა, როცა არსებობს ტექნიკა.
წყვეტილება არის რომ ამ წერტილს თავი დავანებთ და იმაზე მეტ წერტილია ასაღები ვიდრე შევძლებ და ამიტომ გარიშფათ არ ღირს. აი ეს წერტილი და გამოუდგნენ გზასა. განახლება რაღაცა წერტილი გამოჩნდა და ო მან ჭაობებულია და ტრაპიონში. და მივიდეო, იმიტომ რომ ჭაობი არისო და რაღაცებს ფიქრობს ეხა როგორ მიადგეს. ამ წერტილს და მე ხოლო ჩა. მათი. კარგად სწორად. არად მიდევს ორი. არა ხელი ეხა მარცხენა ხელი გაწია იქ ბაკისკენ. აი ნახევარზე მეტი დრო მიილია, მაგრამ ჯერ კიდე სამუშაო ბევრია, ხო, დაახლოებით 13 წერტილი გვექნება, ეხა წესით არღებული, რაც ძალიან ცოტა. მინაო და თურმე ვეტყვილი ოლოს. აი 103-დან ხო არა მოვიდეთ მე ან რაღაცა. ხო, 103-დან ხო არ უნდა მოვიდეთ თქო. მან დაამცული ჭაობები არის ვაფშე რა. მოდი წია. აი მოდი. ვარა? ვერა? სუდათ ეძებ ჯიგარო. იმენა გამწვა ნიშ. აისაც ჩვენ ჯიგარი ლოვა. ნორმალიზ დელი. თვითონ არ ვიცი როგორ მაგრამ რაღაც სხვა გზაზე აღმოჩნდით საერთოდ და ეხლა ჩაერთო ახალი წერტილების აღების რეჟიმი, იმიტომ რომ საერთოდ სხვა გარემოში მოხდეთ. 127 იყო, ედავ შენ. მარგეთში თურმე ბამპერი არა, დადის და დადის. აბა. სულ ეგ არის? ხო. შენთან ახლოს ძალიან ახლოს მოუყვე. იმ მაღალ გორაკზე თადი ხუთია. დადი ახლა. ვარ შუაში არ შევარდნი ვარ რა. ნახე. ახლოა ხო. ნახე, აი აქ და აი აქ უყურე რა ხდება. ო მაგდენ. ხო და ხო არ ჩავიდეთ რა. ვისმე. შე. საღამოდა დარჩა აი 2 საათი შეჯიბრის დასრულებამდე. აი აქ, ნახე, აი ეს არის. აი ეს რა არის აბა? აი გვერდზე. აი 7-ია. 7-ია? 50-იანი ვე? დამხალა. არ გიჯერებს ანანო. ბიჭო, ნახერა ტიოქს აღარი მამის ტიოქიდან. უკვე აღარ არჩევე, დიდი იქნება, პატარა იქნება. ყველაფერს მიყვებიან. ხო და რამდენად გავამართლებს ესეთი მეთოდი არ ვიცი. რომ მანამდე აქცენტი ქონდათ მაღალ ქულიან ადგილებზე. სუბოში წამოეწევა ახლა. ქვემოთ რაღაცა ძალიან ბევრი კრიბებიან. მე დაილოდება, იმიტომ რომ ქვემოთ რა ხდება, გაცმა არ იცი. ანანო უყურებს 50 ნომერი თუ 50 ქულიანი? 50 ქულიანი არის 22. ვა. ხა და ჩავამახა. ნახოთ აბა. სათათი მელა ვიქი. რა? იდე ხიდი უნდა გატეხოს მე.
აჰა, ოჩახ. რაღაცა ჯანდაბიდან გამოდივარ. ამ ყველას ხანა ჩაუბრეთ. აქ რაც არის. ხო არ დავტოვებთ. აგერ არის და 10-იანია, 40-იანია და რაღაც ეგეთი წერტილებია. აი, ეგენი ავიღე. დადო ეს. უტიაშვილმა თავის სიმაღლეს დადოა ეგო, რა არის, რას გავშო. რავი ხელის დაადე მე კაპოც, რამე შარი არ მოგდონო. აჰა. მე რა ვიცი აბა. ან მაშინ სიმაღლის ისიც დაეშვათ სტანდარტები და ეგ ხდებოდა. რავი, მანქანაზე გეხარ და ხელი გიკიდიო. ვიდა გამზადება ახლა, შემდეგი რა გვაქვს. დრო სულ იკლებს და იკლებს, 10 ნახევარი გარჩება, მაგრამ ტემპი რაღაცა რთული წერტილებზე მოდიან და ტემპი მაღალი არ არის, მაგრამ იმის იმედი მაქონდეს, რომ ფულებია მაღალი. შემდეგი დაბრკოლება ის გამოიყურება, ახლა ოღონდ წერტილი არ ვიცი სად არის ზუსტად მდგომარეობა. ანანო ეძებს დაახლოებით ამ ადგილს აჩვენებს თვითონ არაფერი გაიარა და მაგნო აი ანანო მიყოჩაღო აუ აქ რა ხევია აი ამ ხეზე რა წერტილი ხაცინ დიდი ბჭობა მედის საერთოდ 73-იანი სადაც მინდა რომ წავიდეთ პანტიონისკენ. ხო და თეთრ წყლებისკენ ძალიან ის არ არის? თეთრი წყლებისკენ არის რაღაცა 94, ანუ მაშინ ერთი გზა არის, მაგრამ ის ცუდი გზა არ ვიცი, თან ბოლომდე არ მიდის და. გადაწყდა რომ ფინიშისკენ წავიდეთო და იქ არის რამოდენიმე წერტილი და იმის აღწევას ვეცდებით. დღევანდელი დღის ასე თქვა პარტნიორები, ხო, მართლა. Кер. Ага. მოდი აქ ჩემ ხარეს აიღე, ჩემგენ აიღე და გამოდი. ცოტა აქ ჩემ ხარეს კიდე შეგიძლია. ელა. აჰა, მოდის. ეხა იქეთ იქუნა ხდება და მე შემოხდა. რადენის ჯობია რა. ნუ მარტივად ამოვალ. თან მე მოსყალი ყველაფერი ხორი გზია, რა ვიცი. აი ღენი კუნასკენ აიღე, კუნასკენ აიღე და წაიღე. კარტორი. ჩანს ნომერი. ნახლა აქ წერტილს. გამოჩნდები. ვა, ანანო, ყოჩახ. აკაგიო, მოდი მან შემოდი კალაპოჩე. მოდი ხო, არაფერი ის არ არის ახლა. აი ამ ხეს აქ მიწიდან რა და აი ესე და ესე უნდა შემოხვიდე ალბათ. მივიდა რა. ჯერ არ ვაფინიშებ. რა და კარგად იყავით. ესე ისტერაც ამოვიდეს. ტრაკი ჩავა, შენ მიწდები მერე? მიდი შედი იქ და აი ტრაკით მოვალ, აი მშრალი აქვს ჩავა. ერთ რაც ხეს მე გამწერას, ეს მე გამწერას. არა, იოგაზე უნდა დაიწყოს სიარული მე მგონი. მოდი ცოტა მაკლდება, ცოტა. აჰა. აი, всё. აბა. აღარ გადავდივარ ახლა. ახლა დარჩენილი არის 9 წუთი. მოდი კიდე. აია. სასაბმელი აქ იმაზე რა ქვია, აი. ბალაყანა რა ცა იმაზე. ეგ არის.
всё, წყნარად შვიდად. აი ხავი. მოდი ცოტა ხურცი. გამოვა. აკა. გააგდრო. 8 წუთი ჯერ დრო არის. მოიცა გააგდრო ბიჭო. ამოდი. ხო, ამოდის ის ნახე. იო, გაიხარე, მადლობა. ესაც ნიკას და ლევანის ეკიპაჟი და პირველად ისტორიაში აფინიშებს. პირველად. თორე სულ ფუჭდებოდა მანქანა. სადა ერთი წამი? აჰა, ძლივს. გამარჯობა. პირველად ისტორიაში დააფინიშა. მალადეთ. არ დავიშალე რა. რომელ კატეგორიაში? აქ სურათების ჩაბარება. რა 20-იანი ბევრად რთული იყო იდეა. ეს აიღე დიდ ციფერთან. 22 5. აი მაგას ვიდახ იმ ხელაზე იყო რა მას სიმაღლის კასტანდეს. ნახე წინ მიგეწიათ. 22 ვიდა იყო. რა ნომერი? აი ბოლომდე 111 არის. ფინანსი არა, ვერ მიწდება. რას ვერ მიწდება? აღებულია. ზევით ტოტზე. არ ვიცი მე როგორ აქვს. 111 აგერ აღებულია კაც. კაც კი არა, მარიამ საუბია. კი ბატონო, არ ჩამითვალე სპორტზე. სტანდარტ კატეგორიის მეორე ადგილის მფლობელები. აბა ვინ იქნება მეორე ადგილის მფლობელები? მოკლედ, მეორე ადგილოსნები არიან გიორგი მარგებაძე და ანენო ნათარაშვილი. აბრაამისები მას. აგერ მიეცეს კუთვნილი დიპლომი. გამოცდილი ობრუნდელები. და ბოლო დღეისათვის სტანდარტი კატეგორიის გამარჯვებული პირველ ადგილოსანი პილოტი ნიკოლოზ ვარძელაშვილი, შტურმანი ლევან კინძურაშვილი. აპლოდისმენტები. აგერ ეს თქვენი. ხო, კარგი. მოკლედ ხო, თუ მოვიდე მიეცი. ექსპრომტად მომაწოდეს ახლა ინფორმაცია, ყავს კიდევ ერთი კატეგორია ნადირები. რომლის გამარჯვებულები არიან გიორგი გიგაური და ვახო ბენიაშვილი. სულ ცოტა დაარტყა საფრთხეზე გადასვლად, მაგრამ ისეთი ინფორმაციები მოგვივიდა, ისეთები გნავილისმავა, რომ აგერ ინებეთ თქვენი კუთვნილი საჩუქარი და თქვენი კუთვნილი დიპლომი. დიდი მადლობა. მოკლედ აპლოდისმენტები კიდევ გამარჯვებულებს და როგორც მოგახსენეთ, თქვენი კუთვნილი პრიზებისთვის ვინ შეძლებთ ხვალ აქ მობრძანდით, ვინც არა და თქვენი ინფო განაწილეთ, ჩვენს მოგებთ ჩვენს ინფორმაციას და მიიღებთ ხვალ თქვენს კუთვნილი პრიზებს. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს შეგეწიოთ გიორგობის ძალი და მადლი და მომავალ შეხვედრამდე იმედია გაგრძელდება ტრადიციულად ჩვენი ეს ამბავი. კარგად გწამებოდეთ.